საქართველოში არამედ არც რეგიონში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი შეერთებული შტატებიდან ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და ახლა როდესაც შეერთებული შტატების ინტერესის საგანია სამხრეთ კავკასია და ჩვენ ვხედავთ ძალიან მზარდ და მყარ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ბუნებრივია ჩნდება კითხვა სად არის ამ დროს საქართველო, რომელიც რეგიონში შეერთებული შტატებისთვის ათწლეულების განმავლობაში იყო მთავარი საყრდენი და მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. დღეს ბუნებრივია ეს კითხვები უნდა დაისვას ირაკლი კობახიძის ქართული ოცნების პრემიერის სახელზე და ჩვენ ეს კითხვები დღეს დავსვით ირაკლი კობახიძესთან, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ ივანიშვილის პრემიერი თავიდან ბოლომდე იხსნის პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება რეგიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩამოდის ჯეიდი ვენსი და საქართველო არ არის ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს ვიზიტი უკავშირდება ტრიპს, ანუ ტრამპის მარშრუტს, რომელზე შეთანხმება შედგა ვაშინგტონში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ და აქედან გამომდინარე იხსნიან პასუხისმგებლობას საქართველო არც უნდა იყოს ამ ვიზიტის დღის წესრიგში, ასე ფიქრობს ირაკლი კობახიძე, თუმცა აქვე ზუსტად ამ განცხადებიდან 2 წუთში ამბობს იმას, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არ არის მაღალ ნიშნულზე, ამას აღიარებს დღეს ირაკლი კობახიძე და ეს ყველაფერი, როგორც თავად ამბობს, არის გამოსასწორებელი. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ვიზიტი ეძღვნება კონკრეტულად ტრიპის მარშრუტს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი არის სწორედ ორი ქვეყანა, ხო, მეტი რა კომენტარი უნდა. სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლზე ამ შემთხვევაში საუბარი. აქ საქართველოს როლი ამოშლილი. ზანგეზურის თემას ეძღვნება ეს ვიზიტი ჩვენი ინფორმაციით, ხო? აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ჩადის სწორედ აზერბაიჯანში და სომხეთში. გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი. მაშინ რატომ არ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების და ვიცე-პრეზიდენტის ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი, ხო? ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე, ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება. ხო და ნახოთ ჩვენ მოთმინებით ველოდებით, ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, დაფუძნიდან და კონკრეტული გზამკვლევით ველოდებით მოთმინებით. ვართ მოლოდინის რეჟიმში, ტრამპის მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, მთავარი დაპირება იყო ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო deep state-ის დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში. გულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს, დღეს ნამდვილად არ ჩანს ის, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან deep state-ი დაამარცხა, ხო? არც ერთი არის, არც მეორე. ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. საქართველო, რომელსაც ჯორჯ ბუშის, ჯო ბაიდენის, ჯონ მაკეინის ვიზიტები ახსოვს ჩვენ ქვეყანაში, ახლა სრულად არის მოწყვეტილი საერთაშორისო ახალ დღის წესრიგს, რომელიც დადგა ჩვენს რეგიონში და მიღწეული შეთანხმების და მშვიდობის ფონზე ჩვენ ვხედავთ, როგორი კონკურენტული გახდა რეგიონში ოპერირება, მათ შორის საქართველომ დაკარგა ფაქტობრივად უალტერნატივო სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია. სომხეთი, აზერბაიჯანი ეძებენ ახალ გზებს და ამ ფონზე ბუნებრივია არსებობს ძალიან ბევრი კითხვები საქართველოს პოტენციალთან სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური ფაქტორი, ის რომ 1 წელია ტრამპის ადმინისტრაცია უკვე არის ძალაუფლებაში შეერთებულ შტატებში და ქართულმა ოცნებამ ვერ დაალაგა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან. ელჩი ამ დრომდე არ ყავს გამოგზავნილი შეერთებულ შტატებს. საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობა არ არის აღდგენილი. ივანიშვილი არის ისევ სანქცირებული, რაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად აწუხებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე, ამას საუბრობენ ოპოზიცია და ერთადერთი კონტექსტი, რა კონტექსტშიც ახლა საქართველო განიხილება ვაშინგტონში, ეს არის ნეგატიური კონტექსტი, კერძოდ ჰელსინკის კომისიაში ჩვენ ველოდებით დებატებს, უბრალოდ ბრიფინგს 28 იანვარს საქართველოს შესახებ, სადაც იმსჯელებენ იმაზე, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში არის უმძიმესი. შეიძლება აქცენტი იყოს იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში კიდე დამატებით უამრავი რეპრესიული კანონმდებლობა იქნა მიღებული ამ არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ. ამაზე თუ იქნება აქცენტი, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჰელსინკის კომისია ყურადღებას გვაქცევს და რაღაცა რეგულარობით ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან სრულად იგნორირებული არის დღევანდელი ჩვენი de facto ხელისუფლება. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის სამხრეთ კავკასიაზე და ეგრეთ წოდებულ ტრიპ კორიდორ
კორიდორზე, ზანგეზურის კორიდორზე იქ ჩვენ საერთოდ თამაშგარი ვარ დატოვებული, როდესაც ტრამპს ჰქონდა შეხვედრა შუა აზიის ქვეყნებთან საუბარი იყო შუა აზიის განვითარებაზე, იქიდან სხვადასხვა წიაღისეულის გამოტანას და იქ დასავლური ინვესტიციების შესვლაზე საქართველოს იმაგიდასთანაც არიჯდა. არ არსებობს ფორმატი, სადაც ვერ ხედავს საერთოდ დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს და ეს არის ამ რეჟიმის პირდაპირ დამსახურება. კოცები ყოველთვის ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია, ამიტომ უნდა გველაპარაკოთ, ამას მოუწოდებენ ბრიუსელს, ვაშინგტონს და ყველა დედაქალაქს, მაგრამ აქვე ჩვენმა პარტნიორებმა დასავლეთში იციან ორი მთავარი რაღაც, რომ ღირებულებით სისტემით არ ემთხვევიან კოცები დასავლურ ცივილიზაციას, აქ არ არის დემოკრატია, აქ არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კანონი არის ერთი კაცი, ის რასაც გადაწყვეტს, ასე ხდება. აქედან გამომდინარე, ღირებულებით თანხwebdriverში არ ვართ დასავლეთთან და შესაბამისად სალაპარაკოც აქ არაფერია და მეორეს მხრივ ესენი რომ ამბობენ, რომ დიქტატურებსაც ხო ელაპარაკებით, აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც უნდა გქონდეთ დიალოგი. მათთან აქვთ სტრატეგიული თანხwebdriver იმ ეგრეთ წოდებულ მონარქიებთან, დიქტატურებთან და არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საუბრობენ და აქ კოცების შემთხვევაში სტრატეგიული თანხwebdriver და საერთო ენაც არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი იყურებიან რუსეთისკენ. მაშინ, როდესაც ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის რეგიონში და საქართველოს საერთოდ ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს ჩვენ ძალიან კაფეტრმა ვიაზრებთ, რომ ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველოს კარგავს საკუთარ ისტორიულ რეგიონულ ფუნქციას და მათ შორის იმ სატრანზიტო გზებს, რომლითაც ასე ძალიან ვხარობდით და ვამაყობდით, ტრამპს არ აინტერესებს ასეთი ტიპის ნაცრისფერი რეჟიმები, რომელთაც არაფერი მისთვის საინტერესო სათქმელი არ გააჩნიათ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირადად დაანონსა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში სამხრეთ კავკასიას ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო შეთავაზებებით, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით. ამ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან კი საქართველო არის სრულად გამოთიშული ფაქტობრივად და ქართული ოცნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან ბოლომდე და ყველაფერს აბრალებენ ტრამპის არაეფექტურ ბრძოლას დიპ სტეიტთან.